ჩვენ დავბრუნდით ეთერში და გავაგრძელებთ თემას. ვახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ღალატია. ხო, ჩვენ ახლა წყვილებს შევჩერდით, ნუ ზოგადად რა არის ღალატი და რა შეიძლება ჩაითვალოს ღალატად, მონოგამიურზე და პოლიგამიურზეც ვილაპარაკეთ, ხო? და ხო, წყვილებში როცა არის, ქორწინება როცა შედგება წყვილებს შორის, გარკვეული შეთანხმება. დავუშვათ ახლა თუ ჯვრის წერა, თუ შეიძლება არა ქრისტიანული ქორწინება იყოს და იქაც რელიგიური თვალსაზრისით იყოს. ანუ უბრალოდ საჯარო რეგისტრაცია იყოს. არა, ეს ჯერ არის ეს რელიგიური თვალსაზრისით, ხო? ჯერ ეს იყოს. ეს არის შეთანხმება და ეს შეთანხმება არის აი შეთანხმება ღმერთთან მიმართებაში. და რაღაც გარკვეული ვალდებულებას ღებულობ შენ ღმერთის წინაშე, აი ამ ადამიანთან მიმართებაში, რომ აი ეს უნდა გააკეთო. და ეს შეთანხმება ან რაღაც არ უნდა გააკეთო. ხო. და არის სამოქალაქო ქორწინებაც, ხო? სამოქალაქო ქორწინებაში ხარ აი სოციალური ვალდებულება და ამ ვალდებულებას კანონის წინაშე შენ იღებ და უნდა დაიცვა ეს ვალდებულება, ხო? იღებ. რასაკვირველი არც ერთი ვალდებულება არ არის, ახლა ქრისტიანულ ქორწინებაშიც არ შეიძლება ჯვრის აყრა და სამოქალაქო ქორწინებაშიც განქორწინება, იმიტომ რომ ადამიანისათვის ახლა ესე იგი ორივე შესაძლებელია. არის ისეთი კულტურებიც, აი დაუშვათ, რომ განქორწინება არ შეიძლება, რადგანაც ერთხელ გადაწყვეტე, ხო? იცით ასეთი კულტურებიც არა, რომ ეს ძალიან ურთულესი პროცესად ითვლება და იყო კიდევ რომ არ შეიძლება. ეს ყულფი არ არის, რასაკვირველია, მაგრამ გარკვეულწილად არსებობს ეს ვალდებულება და ამ ვალდებულების დარღვევა უკვე ღალატია. ნებისმიერი ხო ჩვენ პირველ ნაწილში ვსაუბრობდით, რომ ნებისმიერი შეთანხმების დარღვევა არის გარკვეული ღალატი, თუ ეს არ არის უფრო მაღალ სიმაღლეზე ასვლა, ხო? და მაშინ არის რომ სხერბლის გაღება ხდება ამ შენი დარღვევით და მე არიხარ უფრო მაღალ სიმაღლეზე. ეხლა წყვილებს შორის ღალატის შემთხვევაში ძალიან ესეთი სპეციფიური ფსიქოლოგიური მდგომარეობები იქმნება. ახლა უმეტესწილად სხვადასხვა კულტურებში, სხვადასხვაგვარად, მაგრამ ჩვენს ყოფაში, ჩვენს კულტურაში არის რომ თითქოს მამაკაცის ღალატი უფრო შეწყნარებულია საზოგადოების მხრიდან. არის ასეთი გამოთქმა, ნუ კაცია და რასიზმს, ხო? რა მოხდა მე ასეთი გაიგონებთ ასეთ ნათქვამს. ვიდრე ქალისა. ეს არ არის თქვათ რაღაც გარკვეული რაღაც ნიშანი იმისა, რომ ან მაღალ დონეზე იმყოფება კულტურის თვალსაზრისით, განვითარების თვალსაზრისით, ესა თუ ის ეთნოსი, ესა თუ ის გარკვეული ჯგუფი თუ როგორ არ თქვა. ასე არ არის ეს. ამას აქვს თავისი ბიოლოგიური განპირობებულობა, აქვს ფსიქოლოგიურიც და აქვს სოციალურიც. მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის აი ეს ღალატი, რომელიც მამაკაცის მხრიდან ხდება, ქალები როგორ განიცდიან, როგორ კულტურაშიც არ უნდა იყოს, ყველგან ეს განცდა ერთია, მეტნაკლებად. პირველი რაც არის ეს განცდა, არის ის, რომ ვისთანაც უღალატა, ანუ ეს შეთანხმება, რომელიც მასა და მის მეწყვილეს შორის იყო, ეს შეთანხმება დაირღვა აი ვიღაცის გამო. და ამ ვიღაცის გამო ჩდება შურისძიების განცდა, რომ შურისძიება, ეს შურისძიება რატოა? აი ის ჩემს ადგილზეა. მე ის მჯობნის, აი ევას კომპლექსი არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ევას რა კომპლექსი უნდა ქონოდა, როგორ უნდა ეჭვიანა ადამიანზე. ეს ფსიქოლოგიაში რა თქმა უნდა რელიგიას ეს არ ეხება.
როგორ უნდა როცა მეორე ქალი არ არის, ხო? მაგრამ აი ქალს ყოველთვის თითქოს აქვს იმისი ეჭვი, რომ აი არ მიღალატოს, თითქოს სადღაც ვიღაცა არის ყოველთვის. იმიტომ რომ მას საკუთარი თავის უპირატესობა, საკუთარი თავის მნიშვნელობა იმ არჩევანითაც ეძლევა, რომელიც მის მეწყვილემ მისი არჩევით გააკეთა. ანუ მე თუ ჩემს მეწყვილეს მოწონვარ, ჩემს მამაკაცს, ასე ვთქვათ, მე ვარ ყველაზე კარგი მისთვის და მე არ არის იქ მეორე ვინმე, რომელიც მე მცვლის და უცებ აღმოჩნდა ვიღაც, რომელიც თურმე ჩემზე უკეთესია. და აი ეს განცდა იწვევს მასში შურისძიებას, რომ ის უნდა გაანადგუროს და შეიძლება ეს ფსიქოლოგიურად იყოს და ზოგჯერ აი ფიზიკურადაც აყენებენ ერთმანეთს ზიანს. უბრალოდ აი ეს ხდება ან საკუთარ ფიქრებში, ხო, საკუთარ წარმოსახვაში. იგივეს თქმა დაუშვათ. აი ეხლა ჩვენ მივალთ, ეს ძალიან საინტერესო არის. და რა ხდება ეხლა ქალის შემთხვევაში, ხო, მდედრის შემთხვევაში, რომ ჯერ აქვს მის მიმართ ესეთი აგრესია. მაგრამ ეს აგრესია არ არის დროში ხანგრძლივი. არც ისე ხანგრძლივი არ არის. მე ეს აგრესია გადმოდის უკვე აი მისი მეწყვილის მიმართ შურისძიებაში და აი ესა უკვე მედიას კომპლექსი. მედიას კომპლექსი არის სწორედ ის, რომ აი იასონს ჰოკი არის ლაპარაკი, რომ ეს შექმნილია ევრიპიდეს მიერ, მაგრამ ხო შეიქმნა ვიღაცის იდეაში. ის რომ ამ იდეას შეიძლება ისტორიულად არ იყო მართალი, შეიძლება არა, ხან იყო, თუნდაც ის რომ ეს ისტორია მამდენი ხანი იარსება ლიტერატურული დაწარმოების სახით, მაინც იმაზე მეტყველებს, რომ კაცობრიობისთვის რაღაცა თემა არის. თემა არის და მიიღო, ანუ კაცობრიობამ და ავტორმაც თქვა შექმნა, ხო? ანუ ეს არის, ანუ ეს დაშვებულად დარჩა. იმიტომ რომ ამ საუკუნეების განმავლობაში ეს დარჩა, ხო? და ეს არის მედიას კომპლექსი, რომ როგორ იძიოს ქალმა შური მამაკაცზე. მამაკაცისათვის რა არის? ყველაზე ღირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი. აი მამრის ბიოლოგიური ასე ვთქვათ, განწყობილება, ან ბიოლოგიური იმპულსი, ეს უფრო მიესადაგება ახლა ამ სიტყვას არის თავისი ძალაუფლების, თავისი არეალის განმტკიცება. ეს ცხოველებშიც არის. აი დათვები ტყეში ჩამოკაწრავენ ხეებს ბჭყალებით და იმ არეალში მერე უკვე სხვა დათვი ვერ ბინადრობს. მგლებსაც აქვთ, რომ აი ირგვლივ მოშარდავენ ტერიტორიას და ამ სუნით უკვე სხვა ამგელი იქ მგლებს ოჯახი ძალიან ისეთი დაცულია, დაყედებულია საკითხი და იქ არავინ არ შევა. აი მამრის, მამაკაცის შემთხვევაში ადამიანთან ეს ბიოლოგიურად მომდინარეობს, რომ მასთან შედარებით ქალს რა უპირატესობა აქვს. ქალის შთამომავალი, მისი ასე ვთქვათ, პირმშო მომავალი შვილი ნამდვილად მისია, იმიტომ რომ მის სხეულშია, ეს უეჭველად მისია. აქ ეჭვი არ არსებობს, მაგრამ მამაკაცისათვის ვინმე ხომ არ შემოიჭრა ჩემს სამფლობელოში, ჩემს ტერიტორიაზე და ჩემი ძალაუფლების ტერიტორიაზე შემოჭრის საფრთხე მე მაქვს ეს და რითი, იმიტომ რომ ჩემი უნდა იყოს ის შვილი, მე უნდა მგავდეს. ამიტომ მამაკაცები ძალიან განიცდიან, რომ ვაჟი ეყოლება თუ არა, ანუ სქესშიც ემსგავსებიან თუ არა. და აი ვაჟის მიმართ ასეთი დიდი სიხარულიც არსებობს მამის მხრიდან, რომ ვაჟი გაუჩნდება. ანუ გავს, აი ბიოლოგიურად გავს მას. მისნაირია, მთელი მისი აგებულებით, ხო? ანატომიურად აგებულებით ის არის, რაც თვითონა. თუ სახით აღგავს, კიდე უკეთეს და კიდე მეტი.
არის შემთხვევები, როდესაც мама თავის სახელს არქმევს უფრო ხშირად ვაჟიშვილს, ვიდრე დედა თავის სახელს ქალიშვილს. ეს არის პირდაპირ გაცილებით უფრო ხშირია ეს შემთხვევები. ანუ ყველანაირად უნდა რომ ეს ჩემია. აი ეს კუთვნილების მოთხოვნილება არის. ნახეთ, როგორ იძიებს შურს მედია იასონზე. იძიებს იმით, რომ შვილებს დახოცავს. იმის მერე რაღა არის იასონი, აღარაფერი. მას იცი გაგრძელება აღარ აქვს დროში და სივრცეში. ის უკვე აღარ არის, რადგან ეს გაგრძელება აღარ არის შვილების სახით. ძალიან ხშირად. აი, როდესაც ცოლ-ქმარ შორის კონფლიქტი მოხდება და ოჯახის მთლიანობა დაირღვევა, დედების სამწუხაროდ და კარგია თუ ამას გაითვალისწინებენ, დედები ქვეშეცნეულად, ირაციონალურად, არაცნობიერად, ასე ვთქვათ, ქვეშეცნეულად ისეთი აღზრდის მეთოდებს მიმართავენ შვილებთან, რომ ფსიქოლოგიურად მედიას კომპლექსი არის განხორციელებული. ანუ ფიზიკურად კი არ ხოცავენ შვილებს, მაგრამ ფსიქოლოგიურად მათ ფსიქიკას ისეთ ზიანს აყენებენ, რომ აი გარემო მის მიმართ მტრულადაა განწყობილი, აი მამამ რა გააკეთა, აი მამის ირგვლივ არსებული გარემო რომ მათ მიმართ და აი მტრის ხატი იქმნება. კარგი იქნება თუ ამას გაითვალისწინებენ. მედიას კომპლექსი მხოლოდ ფიზიკურ დონეზე არ არის. მედიას კომპლექსი ფსიქოლოგიურ დონეზე არის. ყველაზე უმძიმესია. ანუ ადამიანი არის და განადგურებული არის ის თავისი სიყვარულის უნარით და ამიტომ არის რომ ხშირად მიუთითებენ ასეთი დარღვეული ოჯახებიდან, სადაც ცოლ-ქმარ შორის კონფლიქტი მოხდა, განქორწინება და ასე შემდეგ, რომ ბავშვები არიან უფრო მეტად დესტრუქციულები, გარკვეულად ქორწინებაში ადვილად შედიან, პროსტიტუციას უფრო მეტი, აი აგრესიებია მეტი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იქ სწორად არ წარიმართა ეს პროცესი, სწორად არა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მედიას კომპლექსმა იმუშავა და აი ეს აგრესია ამ გზით ჩაიდო ამ ბავშვებში და ეს ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება ამას, რომ ნურცერთი დედა იფიქრებს, რომ თუ შვილის მიმართ ის არის განწყობილი ისე, რომ აი ფიზიკურად კარგად იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიურად აი ასეთ სივრცეს შეუქმნის, ასეთ სოფლგაგებას, ხედვას ჩამოუყალიბებს, რომ სამყარო ამ ბავშვებისათვის ყოველთვის დანგრეული იქნება. ესაა შურისძიება და რამდენად გონიერია და რამდენად კეთილშობილია ხა ჩემთან ხო როგორც ფსიქოლოგთან ძალიან ხშირი არის ის შემთხვევები, როდესაც ქალბატონები და მამაკაცებიც ფსიქოლოგებს მიმართავენ ამ შემთხვევაში ასეთ დროს, ხო? და არიან ისეთი ქალბატონები, რომლებიც აი განსაკუთრებულად ზრუნავენ მაშინ იმასეთ, რომ აი მამის ხატი არ დაენგრეს ბავშვს, რომ მან სიყვარული იგრძნოს, ეს ყველაფერი თავის თავში არ იყოს აი ასე დამსხვრეული თავისი სიყვარულში, თავის დამოკიდებულებაში მამის მიმართ, თორე ან დედის მიმართ ზოგჯერ მამები აკეთებენ ამას და აი იყო ესეთი შემთხვევა ჩემ შემთხვევაში რომ მაგას ბავშვი იგივე გავლენა შემთხვევა იყო ასეთი რომ დედა გარდაიცვალა და დეიდამ და ბებიამ დედის მხრიდან შექმნეს მამის ხატი, ანუ პირიქით, ანუ მედიას კომპლექსი, ნუ აი ეს კიდე სხვა თემა და ძალიან საინტერესო და მტკივნეული საკითხი არის, ასე რომ
ღალატის შემთხვევაში ადამიანები თუ ამას გონივრულად შეხედავენ, შესაძლებელია, მე ვიცი რომ აი ეს ჩვენი დრო არ არის ასე ამოუწურავი დრო და კარგი იქნება რომ ალბათ გავაგრძელოთ ჩვენ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ შემდეგში აი როგორ მოხდეს პრევენცია აი იმის რომ ეს ღალატი არ იყოს და რეალურად აი დამნაშავის ძებნა რომ ხდება, რამდენად რეალურია ეს, რამდენად მართებული არის აი ასეთ შემთხვევაში. ეს არის ძალიან შორს დგომა ამ პრობლემისაგან, როცა ეძებ ამ პრობლემაში დამნაშავეს. იმიტომ რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ცნობიერი არსება, ადამიანს აქვს თავისი ქვეცნობიერი, არაცნობიერი ფსიქიკური იმპულსური სამყარო და ბევრი რამე იმ იმპულსებიდან მომდინარეობს. ჩვენ ზარი გვაქვს ეთერში და მოვისმინოთ მაყურებლის შეკითხვა, გისმენთ? მოგესალმებით ქალბატონებო. აი, გადაცემა რომელსაც სულიერი სიმშვიდე შემოაქვს ოჯახებში. გადაცემა, რომელიც ასე ესალბუნება ჩვენს სულს და მე მადლობას უხდი უფალს და თქვენ ორივე ქალბატონს, რომელიც საოცრად მშვიდები ხართ და სიმშვიდე გადადით ჩვენს ოჯახებზეც, რომ მრავალჟამიერი იყოს და დღეღწელი ეს გადაცემა. ქალბატონო ნანა, მე თქვენს გადაცემებს აი ყურადღებით უსმენ და თუ რამე გამომრჩა ძალიან მნანო დროის უქონლობის გამო, სხვა მიზეზების გამო. აი მინდოდა თქვენთან დაკავშირება, როცა მიდიოდა ბუმი მოძალადე მამებზე. აი თქვენზე უკეთ ბევრმა არ უწყის თუ როგორია მოძალადე ქალის ბუნება. ძალიან მინდა, ძალიან აი ამ თემაზე, აი თქვენი აი ქადაგი სიტყვას შეგნებულად ვიტყვი რომ მოვისმინო. არიან ქალები, რომლებიც როგორც კი შვილს, მანამდე ვიდრე შვილს გააჩერენ თითქოს და კარგი მეუღლები, კარგი დედები არიან, მაგრამ როგორც კი შვილს დაიჭერენ ხელში, უკვე იცვლება ისინი. იცვლებიან გარეგნულად და შინაგანადაც და აი ფიქრობენ, კიდე აი სურთ რომ მამაკაცის ადგილი დაიკავონ ოჯახში და წელს ხელებდან რომ ვერიტარენ ამას, ნამდვილი ვაჟკაცი ვერიტანს ამას. და მამაკაცის ზრდილია, როცა ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი, ის ქალს არასოდეს თავზე ძალადობას არ იხმარს, ხო? ამით კი ხარობენ ეს ქალბატონები წინსკლებში მინდა ვთქვა ეს და თვითონ უნდა აღზრება და მე ისე ჩამოაყალიბებენ შვილის სულსაც, რომ ლაპარაკიც აღარ მინდა. ძალიან მინდა გამახვილდეს ყურადღება იმ მოძალადე დედებზე, რომლებიც ოჯახის დამგრევის აი თავი და თავი არიან და მამაკაცები მათ როცა უთმობენ ადამიანურად, ისინი სარგებლობენ ამ შემთხვევით. გმადლობთ ყურადღებისათვის ძალიან. ყველანაირი შემთხვევა არის ასეც, ქალის როლიც ასე ეს ყოველი კონკრეტული შემთხვევა. კი, ყოველი კონკრეტული შემთხვევა არის და ნუ კაცებს ფიზიკური ძალა მეტი აქვს და ამიტომ ძალადობა, რა თქმა უნდა, ფიზიკური იქედანა. თუმცა აი ქალებისაგან ეს ფსიქოლოგიური ძალადობაც არის და ასე რომ აქ რომელი მეტი, რომელი ნაკლები, ალბათ გაგვიჭირდება ჩვენ ამაზე საუბარი, ლაპარაკი. და თუ არის აი ასეთი ღალატი და აი ამ ღალატის მიმართ იქნება უფრო როგორი დამოკიდებულება, იცით, რომ დამნაშავის ძებნა აღარ იქნება. არც იმ ქალბატონში, რომლის გამოდაც ქმარმა ქალს უღალატა და არც იმაში, რომ იცი მე ვარ დამნაშავე. აი მე იწყება რაღაცა ეტაპი დგება თვითგვემისა. ასე რომ გამეკეთებია, იქნება ასე ჯობდა, აი ჩემი ბრალია, მე რო ასე არ ვაკეთებდი. მე ქალების უმრავლესობა იწყებენ საკუთარი თავის მიმართ თითქოს მეტი ყურადღებას, იმიტომ რომ ისე არ გამოიყურება, როგორც აი ის მოვლილი ქალბატონები შეიძლება ასე ითქვას, ხო? და აი მაშინ რაღაცა საკუთარ თავს ცოტა კრიტიკულად შეხედავენ და რაღაც უნდათ რომ უფრო კარგად გამოიყურებოდნენ. ეს თვითგვემის ერთ-ერთი მომენტი არის, სხვა მეტი აბსოლუტურად არაფერი. აი თუ რატომ ღალატობენ მამაკაცები
ქალების ღალატზეც შეგვიძლია ვთქვა და მამაკაცის ღალატზეც, რატომ ღალატობენ? აი აქ უფრო მეტად ჩვენ მივდივართ იმ ბიოლოგიურ განპირობებულობასთან, რომელსაც ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ფროიდი ლაპარაკობდა იმაზეც, რომ აი წარმოვიდგინოთ ჩვენ მხედარი ცხენზე, არა? აი ეს მხედარი არის ცნობიერი ფსიქიკური, რომელსაც ნების ძალა აქვს, რომ საით უნდა წარმართოს ამ ცხენის მიმართულება, ანუ ლაგამი ამოსწოს ცხენს და მაგრამ ცხენს უნდა რომ თავისი ჭკუით იაროს, ხო? აი ეს არის ის ინსტინქტების აი ეს არაცნობიერი, ქვეცნობიერი ფსიქიკურის მთელი იმპულსები, რომელიც ცხენს მიეწერება, ხოლო მხედარი ეს არის ცნობიერი ფსიქიკური ნების ძალა. აი როგორ შეიძლება მართოს, რატომ არის ის ასე ზოგჯერ რომ თავის უმართავი ხდება, აი ამაზეც ჩვენ შეგვიძლია რომ ვიცი რომ ეხლა დრო აღარ აქვს. ხო, სამწუხაროდ შეზღუდული ვართ დროში და შემდეგ ხუჩაბაც მე მგონია კარგი იქნება უფრო გავარცვათ და გავაგრძელოთ ეს თემა. ჩვენ დროებით ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, გვიყურეთ შემდეგ ხუჩაბაც, იგივე თემით ვიქნებით ეთერში, მომზადეთ თქვენი შეკითხვები და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ვისაუბროთ ამ თემის გარშემო. კარგად ზანდებოდეთ. მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ფიქრი ხმამაღლა და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი ქალბატონი ნანა ჩაჩუა. მოგესალმებით ქალბატონი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ღალატი. ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე. მე მგონია რომ საკმაოდ აქტუალური თემაა, ბევრი ადამიანის გულს შეეხება. ჩვენ მაყურებელს ვთხოვთ რომ იაქტიუროს შეკითხვები დასვით ეთერში არ მოგერიდოთ. ჩვენი ტელეფონი მითითებულია ეკრანზე. ქალბატონო ნანა, დავიწყოთ ამ თემის განხილვა, რა არის ღალატი, რას ნიშნავს ეგ თქვენი პროფესიის ჭრილში? სამწუხაროდ აქტუალური. როგორც თქვენ თვით რომ დაინტერესებს ძალიან ბევრ მაყურებელს და კიდე გავიმეორებ რომ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ცხოვრების რეალობა და რადგანაც რეალობა, სამწუხაროც არა. იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის თემა, ის საკითხი, რომლის კორექციაც შესაძლებელი არის ყოველ შემთხვევისათვის ჩვენ ასე ვფიქრობთ. რას გულისხმობთ ღალატის კორექციაში? ძალიან ბევრი აი შინაგანი წუხილი, ტკივილი, რომლებიც ადამიანებს ამ დროს აღმოუცემდება და ეს ბუნებრივია და რა თქმა უნდა ეს ასე იქნება, მაგრამ სხვა ჭრილში რომ შეიძლება იყოს დანახული ცხოვრება საერთოდ ზოგადად და ურთიერთობაც. სულ სხვა ჭრილში შეიძლება დაანახოს ღალატმა ადამიანს და საერთოდ ეს ყოფიერების შეცნობისათვის ეს მომენტიც ძალიან დიდ როლს შეიძლება ასრულებდეს და ადამიანმა როგორ უნდა წარმართოს მერე თავისი ცხოვრება, ამისი გზის მაჩვენებელიც, მეგზურიც კი შეიძლება გახდეს ეს მომენტი. ჩვენ ვილაპარაკებთ ახლა ამაზე რამდენადმე როგორც შევძლებთ. ღალატი ეს არის უძველესი თემა კაცობრიობის ისტორიაში. და ღალატს აქვს თავისი მითოლოგიური ასპარეზიც. ანუ მითოლოგიაში ის ძალიან დიდ ადგილს იკავებს. ახლა ყველაზე მეტად მითოლოგიები, რაც ჩვენი კულტურისათვის არის ცნობილი, იმიტომ რომ არსებობს ინდური მითოლოგია, ჩინური, საერთოდ ზოგადად აღმოსავლური, დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების, მაგრამ ძირითადად თანამედროვე კულტურა და უფრო ევროპული კულტურა ძალიან კარგად იცნობს ბერძნულ მითოლოგიას. და აი ბერძნულ მითოლოგიაში აი ეს წყვილი,
ზევსისა და ჰერას წყვილი. ხო აი სულ ამ ზევსის ღალატებითაა სავსე. რო არა ზევსის ღალატი ნახევარი პანთეონი არ იქნებოდა. არ იქნებოდა ალბათ ხო. და ამ დროს ჰერა არ არის პირველი ცოლი ზევსის, რომ რაღაცა ის განსაკუთრებული პრეტენზიები ჰქონდეს. ზევსი ჰერა არის ერთ-ერთი ცოლი და მთავარი ცოლი. ახლა ათენას დედა იყო ზევსის პირველი ცოლი. მე მოდი სხვა ცოლები არის და მათ შორის არის ჰერა. მაგრამ ჰერა ითვლება მთავარ ცოლად, ის არის ძალიან ძლიერი და მისი ასე ვთქვათ როლი და ადგილი ოლიმპოს მთაზე განუზომლად დიდია. მაგრამ მაინც ახერხებს იცით ზევსი, რომ მრავალ გზის უღალატოს და როგორც თქვენ თვით რომ ეს ღალატი არა, ალბათ აი ღმერთების ეს მრავალრიცხოვანი პანთეონიც ალბათ ასეთი არ იქნებოდა რაოდენობრივი თვალსაზრისით და არც თვისობრივი თვალსაზრისით. მაგრამ ანუ იცნობს კაცობრიობა უძველესი დროიდან ღალატის თემას და აი ერთ ადამიანის ცხოვრებაში მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილი. და ეს მტკივნეულიც კიდევ ვისთვის? რაღაც ეტაპზე და საბოლოო ჯამში ყველასთვის მტკივნეული ხდება რაღაც ეტაპზე. თუმცა ფსიქოლოგიური სარგებელი ამ პროცესთან ახლავს. მოღალატისათვის თუ იმისთვის, ვისაც ღალატობენ? მოღალატის და ვისაც ღალატობენ, იმასაც შეუძლია რომ ფსიქოლოგიური სარგებელი შექმნას ამისაგან. აი ეს ამთავარი ჩვენ საუბარში, ხო, ჩვენ საუბარში როგორ შეიქმნას ეს სარგებელი. მაგრამ ამავე დროს მთელი მითოლოგია იცნობს აგრეთვე ცოლ-ქმრულ ერთგულებას, ოჯახურ ერთგულებას, მაგრამ ეს ოჯახური ერთგულება მოიცავს შიგადაშიგ ძალიან ბევრ წინააღმდეგობებს. აი სტენდალს აქვს ერთი წიგნი დაწერილი სიყვარულის შესახებ. ასეთი წიგნი და იქ ალაპარაკობს სტენდალი აი სიყვარულის აი პირველი კრისტალიზაცია, მეორე კრისტალიზაცია. ანუ რაღაცა ეტაპზე ხდება მოსინჯვა ურთიერთობებში, გარკვეული ძალებს ამ შემთხვევაში ბრწყალებში ვსვამ, შემდეგ რაღაცა დალაგდება, მერე ისევ რაღაც ისეთი წინააღმდეგობრივი მომენტები შეიქმნება და მერე ისევ მეორე კრისტალიზაცია და ასე შემდეგ. ანუ აი ისე თქვა მინდა რომ ეს პროცესია, ეს ურთიერთობები, ოჯახური ურთიერთობები, მაგრამ მე არ მინდა რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ახლა მხოლოდ ოჯახურ ღალატზე. ჯერ განსაზღვროთ ჩვენ თავად ღალატი რა არის, რა იგულისხმება ღალატში. ესეთ საერთოდ არსებობს ესეთი კულტურაში განთავსებული გარკვეული შეთანხმებები ურთიერთობას, რომელიც ურთიერთობაშია, არეგულირებს და რაღაც ღირებულებებისადმი, რაღაც ფასეულობებისადმი გარკვეული დამოკიდებულება, რომელიც კულტურაში უკვე არის ეს მოცემული. და ეს არის ტრადიციაში, ზნეჩვეულებებში და ასე ხო? აი ის რაც არის განთავსებული კულტურის სივრცეში, რაც კულტურის კუთვნილება არის და ამისი დარღვევა ხდება მავანის მიერ, ის განიცდება და აღიქმება როგორც ღალატი. ეხლა იმ კულტურაში, სადაც პოლიგამია ჩვეულებრივი საქმეა, იქ არ იქნება ღალატი. მე არ ლაპარაკობ ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ წყვილების ურთიერთობაზე. ლაპარაკობ ზოგადად. აი, თქვა სამშობლოს ღალატი. ნუ რა არის სამშობლოს ღალატი? არსებობს ეგეთი კულტურა, სადაც სამშობლოს ღალატი შეიძლება მიღებული თემა იყოს. არ არის ახლა მიღებული და ამიტომ რა არის ღალატი? იმიტომ რომ მიღებულია, რომ იმ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს ერთგულებოდე შენს მიწაწყალს, შენს კულტურას, შენს აი ამ განთავსებულ კულტურულ ღირებულებებს და თუ მას დაარღვევ, აი ეს არის უკვე სამშობლოს ღალატი, ხო? ასევე არის, იცით, ღალატად გარკვეული ღირებულებების,
შეიძლება ამ კონკრეტულ ეთნოსურ კულტურაში არ იყოს და ის კაცობრიული კუთვნილებაა და ყველას და ყველაფერს მოიცავს. ადამიანის ღირსება, აი თუ მავანი ამას თავისი ქმედებით არ ღვევს, მას განიცდის მეორე ადამიანი, იმიტომ რომ რაღაც აი ღირებული დაირხვა. რატომ არის ალუდე ქეთელაურისა და მუცალის ეს ურთიერთბრძოლა შებრძოლების შედეგად, რაც გაჩნდა ამ ორ ადამიანის ურთიერთობაში, ძალიან ამაღლებული, ზნეობრივი, ძალიან ღირებული. რატომა? იმიტომ რომ აი ამ ბრძოლის ეპიზოდში, მათ შორის როგორც მიმდინარეობს ეს ბრძოლა, ხო? აი ამ ეპიზოდში შემჩნეული იქნა, აღმოჩენილი იქნა, მოხდა მათ მიერ წვდომა მტრობაში ვაჟკაცობისა. ამიტომ არის ის ესეთი ამაღლებული და ყოვლის მომცველი და ყოვლის გადამწვდომი ღირებული არის ის უკვე. იმიტომ რომ ის ადამიანის ღირსების წინ წამომწევია, მაგრამ აი ჩვენ ნახულობთ რომ აი წიწოლა ბახტრიონში, რომელმაც დაარღვია აი ის რაც მიღებული არის, რაც დამკვიდრებული არის, რაშიდაც ადამიანები საკუთარ თავს გამოხატავენ, ის დაარღვია წიწოლამ და ის ღალატია. და ამ დროს რასაც არ ღვევს ალუდა ქეთელაური, მან აი იმ არსებულში იმისი წვდომა მოახდინა მან, იმისი გამორჩევა მოახდინა, რაც ყოვლის მომცველია, როგორც გითხარით, და ყოვლის გადამწვდომია ყველგან. აი ეს არის უკვე არა ის რომ რაღაც დაარღვია, არამედ ის რომ შექმნა. ეს უკვე სხვა რაღაცა. აი ამისი საპირისპირო საწინააღმდეგოდ არის აი წიწოლას მოქმედება ბახტრიონში, ხო? და ის რაც ასეთ რამეში გამომჟღავნდება, აი ასეთი დარღვევაში ღალატი, აი ახლა უყურეთ ტროას ომის ამბავი. ერთ-ერთი მიმომხილველი ტროას ომისას კიდეც წერს, რომ ტროა აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო. აუცილებლად. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მაღალს, ყველაზე ღირებულს სტუმარ მასპინძლობის წესს უღალატა პარისმა. აი პარისი როცა უკვე ჩადის სპარტაში და სპარტის მეფე მენელაოსი ასე მიიღებს და მენელაოსი მაშინ ასე იყო რომ სტუმრობა არ იყო ერთდღიანი, ორდღიანი, შეიძლება თვეები და წლებიც ხო გაგრძელებულიყო. და ამ ხნის განმავლობაში ის სრული ნდობა არის სტუმრის მიმართ. და ამ დროს აი ეს სტუმარი ამ სტუმრის ჩვეულება, ჩვევას, სტუმრის შინარს ღალატობს და ეს ყველაზე დიდი ღალატია. ყველაზე დიდი ღალატია თვითმკვლელობაც ამიტომ, რომ შენ აი ამ წუთი სოფლის მართლაც სტუმარი ხარ, მართლაც დროებითი ხარ და შენ მას უკუაგდებ, მას შენ არ ხვევ ამ კანონზომიერ მოვლენას დაარღვევ. მაგრამ თავად ელენეს ღალატი როგორი არის? ხედავთ, ელენე ღალატობს სამშობლოს, ელენე ღალატობს შვილებს, ელენე ღალატობს ქმარს, ელენე ყველა დონის მოღალატი აღმოჩნდება და ერთადერთი გამართლება შეიძლება ითქვას ის, რომ მშვენიერია და აი ესთეტიური არის აქ ძალიან ღირებულად წინ წამოწეული, მაგრამ ჩვენ აქ ნახულობთ, რომ ესთეტიურობას დადევნებული ადამიანი, თუ ეს ესთეტიური არ გარდაქმნა ზნეობრივად, თუ არ გარდაქმნა იმ ურთიერთობებში არ შეიტანა ეს ესთეტიური, რომელიც ადამიანებს ამთლიანებს
ადამიანებს ერთმანეთთან ერთად ამყოფებს, ისე რომ ინდივიდუაცია აქ არის, ინდივიდუალობა აქ არის შენარჩუნებული, მაშინ ეს ესთეტიკა არის ესთეტიური, დიახ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის ქცევა, სიამოვნებაზე აგებული პრინციპი და ეს არის უკვე მე მინდა, აი ეს მხოლოდ. ამიტომ არის რომ დიახ, ტროას ომი დაანგრევს ტროას, დაანგრევს, იმიტომ რომ უპირველესი სტუმრობის ღალატი მასპინძლისა სტუმრის მიერ, აი ეს მოხდა, მაგრამ თავისთავად ცხადია რომ ელენეც ბოლოს ტრაგიკულ პიროვნებად რჩება რა, როგორი არის რომ აი ეს ყველაფერი ამ ღალატების, თუმცა ეს ღმერთების მიერ იყო გადაწყვეტილი იქ, რომ თავიდან იყო გადაწყვეტილი იდგა ეს საკითხი. მაყურებელი ყავს ეთერში და ჯერ მოусმინოთ, გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? ხაბატონ ნანა, ესეთი შეკითხვა მაქვს. ჩემი შვილი არის 12 წლის. ძალიან რთული პერიოდი აქვს, ახლა გაღიზიანებულია და რა რჩევა შეგიძლიათ მომცეთ და კიდევ ვიცით რა მაინტერესებს. განატეხის პერიოდი უკვე დაწყებულია 12 წლიდან? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რომ ეს ასაკი დაწყებული არის, ეს ურთულესი პერიოდი არის ფსიქოსოციალური განვითარების თვალსაზრისით და აი ამ რთულ მომენტებს არ უღალატოთ. მე ეხლა გაითვალისწინეთ ეს არ შეეწინააღმდეგოთ ამ ყველაფერს, მე ასე ზუსტად არ ვიცი რა გითხრათ, თქვენ კითხვას, ჩემი პასუხი რაც შემეკითხეთ ის არის რომ რა თქმა უნდა ამ პერიოდში არის ეს ფსიქოსოციალური კრიზისი, აქ არის პრესტიჟისა და აღიარების მოთხოვნილება ძალიან აქტუალური და თუ პიროვნებად სცნობ ამ შემთხვევაში პიროვნებას როგორ საკუთარი თავის მნიშვნელობას ურთიერთობაში თუ განაცდევინებ ადამიანს და გარემოს ესე მტრულად არ დაუხატავ ასე აი ეს ადამიანი უკვე საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდით მოახერხებს რომ მოვლენების მიმართ იყოს მეტნაკლებად ადეკვატური. ეს ერთადერთი არ არის. აქ სხვა უამრავი ფაქტორები მონაწილეობს, მაგრამ ჩვენს აი შინაგან სურვილებს ზე მაღლა აქ უნდა დავდგეთ ის რომ არ ეღალატება სწორედ ამ ასაკის იმ თავისებურებას რომ აქ არის დიახ პრესტიჟისა და აღიარების მოთხოვნილება აქტუალური. აი ამ მოთხოვნილებას ნუ უგულველებ ყოფთ და აი ამ შემთხვევაში ეს იგნორირება მისი ამ პრობლემის ამასაკის თავისებურებებისა ეს იქნება სწორედ ის რომ ჩვენ დავარღვევთ იმ კანონზომიერებას ვეცდებით დარღვევას ის არ დაირღვევა რაღაცაში სხვა ფორმაში და ეს ფორმა შესაძლებელი არის რომ იყოს უკვე რაღაც გარკვეული თვალსაზრისით ასოციალურიც. ამიტომ აი ეს გასათვალისწინებელია აუცილებლად. მე ჩვენი გადაცემის თემას დაუბრუნდეთ ჩვენს თემას და ძალიან საინტერესო არის კიდევ აი ხო, ანუ ღალატი ყველგან და ყველაფრის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს, ადგილი ჰქონდეს ღალატს, იქ სადაც არის გარკვეული ჩამოყალიბებული უკვე ეს მიმართებები. ნახეთ როგორ არის ალუდასთან ღალატი კი არა პირიქით. ერთგულება არის, იმაზე მეტი ღირებულებისა, იმაზე მეტი რაც არის ბრძოლაში ალუდასა და მუცალს შორის, იმაზე უფრო მაღალი არის აქ მიგნებული. აქ, ამიტომ ეს დარღვევა ღალატი კი არა პირიქით არის, მაგრამ აი იქ სადაც აი ელენეს შემთხვევაში, პარისის შემთხვევაში, აი მედეას შემთხვევაში ეს ისეთი მომენტები არის, ეს მედია ცალკე განსახილველია სწორედ იმ ღალატის იმ ფენომენში, რომელიც სწორედ წყვილებს შორის ურთიერთობას ეხება. ნუ პრინციპში მედიამაც სამშობლოსაც უღალატა. ხო, ეს თავია, ხო, მაგრამ აი ნახეთ როგორ არის, რომ ეს ძალიან ფართო ცნება,
ეს ყველაფერში შეიძლება. აი დაუშვათ, რომ მე თქვენგან ვარ აქ დღევანდელ დღეს მოწეული. მე გითხრათ, რომ კი მოვალ, მაგრამ მე აღარ მოვიდე, ხო? ღალატია ეს. ანუ ხედავთ რა არის აი ღალატი ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც კულტურაშიცაა განთავსებული, პირად ურთიერთობაშიცაა განთავსებული, ღალატია ეს ყველაფერი. ამიტომ თუ არ ხარ ალუდა ქეთელაური, თუ შენ არ ხარ ჯოყოლა, თუ არ ხარ ანტიგონე, თუ არ ხარ სოკრატე, ანუ სიმაღლეებზე თუ არ აყავს ეს ყველაფერი, მაშინ ყველაფერი ის რაც არსებულია და უკვე არის მოცემული კულტურაში, იმისი იგნორირება და იმისი დარღვევა უკვე ღალატი არის. ახლა რაც შეეხება თავად წყვილების ურთიერთობაში არსებულ ღალატს. ეს უკვე ერთ-ერთი მათგანია. ახლა როცა წყვილებს შორის ურთიერთობა შეთანხმებით ხდება, ხო? ეს ურთიერთობა შედგება შეთანხმებით. ისეთ არის ასეთი მონოგამიური იდეალი კულტურაში მოცემული და არის პოლიგამიურიც, ხო? იქ სადაც მონოგამიური არის, ეს ძალიან მწვავედ განიცდება, თუმცა პოლიგამიურშიც გარკვეული მიმართებები არსებობს და ეს მიმართებები, ამ პოლიგამიურში არსებული მიმართებები არის უკვე ანგარის გასაწევი. იქაც არის ეს მიმართებები და იქაც გასაწევია, თუმცა მონოგამიურში ეს არის აი ძალიან ცხადად და კაფიოდ გამოხატული. ხა მონოგამიური კულტურა და ეს წყვილების ურთიერთობა ეს უფრო დასავლურია და დასავლური კულტურის კუთვნილება, აი იქიდან იწყება, თუმცა ეს დარღვევები როგორ ხდება, რა მიმართულებით მიდის, რატომ ხდება? ეს სახით მაინც ყოველთვის არსებობდა ევროპულ კულტურაშიც. ხო, რა თქმა უნდა. არა, დარღვევა რო არსებობდა, იმიტომ ლაპარაკობთ, მაგრამ აი ეს მიმართება და ამისი დაცვა თავად არის ეცეთ აი ურთიერთობის სიმტკიცის და მის დარღვევას ადამიანები განიცდიან როგორც აი ღირსების შელახვა, მაგრამ ეს უკვე კიდევ სხვა და სხვა დონით და ფორმითაა წარმოდგენილი და აი ღირსებაში რა არის, რა ბიოლოგიური ფაქტორები მონაწილეობს, რა ფსიქოლოგიური, რა სოციალური ფაქტორები მონაწილეობს, თუ ჩვენ გვექნება ამისი გაშლის საშუალება კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ რამოდენიმე წუთით რეკლამაზე გავდივართ, დარჩით ჩვენთან ერთად და მიიღეთ პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით უფრო ამომწურავი.